გამარჯობათ, ეს არის პოდკასტი ყველაფერი ესთეტიკაზე. მე ვარ ჟურნალისტი ნინო წიფურია. ჩემთან ერთად არის ჩემი თანაწამყვანი სოფიო თოიძე, ესთეტიკოს კოსმეტოლოგი. ეს არის ჩვენი პირველი პოდკასტი და შემოგთავაზებთ მრავალ ეპიზოდს ესთეტიკის შესახებ, შევეხებით ძალიან საინტერესო თემებს, რა თქმა უნდა, სილამაზეზე, ესთეტიკურ მედიცინაზე. მარკეტინგულ ხრიკებზე, რომლის მსხვერპლით შეიძლება ბევრი ჩვენგანი გამხდარა. მოგაწვდით ძალიან საინტერესო ინფორმაციას და ველით თქვენგან უკავშირს. ჩვენი დღევანდელ პოდკასტს გავხსნით საინტერესო თემით. ეს პირველი გამხსნელი კითხვა იქნება ჩემი სოფოსთან. რა არის ზოგადად ესთეტიკა, ესთეტიკური მედიცინა, როდიდან იღებს სათავეს და ზოგადად როდის დაიწყო ადამიანმა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა და ფიქრი? იცი რა საინტერესო კითხვა არის ძალიან, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, მე რო და პირიქით შეგიტრიალო და კითხო, აი შენ როგორ წარმოგიდგენია რა არის ესთეტიკა? აი შენი აზრი მაინტერესებს. ჩემთვის ესთეტიკა არის ადამიანს რომ შევხედავ პირველ რიგში ადამიანები ერთმანეთს უყურებენ სახეზე, თვალებში და სახეზე. აი მე რატომღაც პირველ რიგში თვალში მხვდება მოვლილი სახის კანი და მოვლილი კბილები. შემდეგ უკვე თვალები რაღაც ოღონდ ეს ესთეტიკასთან არ არის კავშირში, ეს ალბათ უფრო ადამიანის პიროვნულობაზე მეტყველებს, რაღაც თვალები ხომ ადამიანის სულისარკეაო ამბობენ, მაგრამ აი თუ ესთეტიკაზე ვსაუბრობთ, მაინც ვთვლი, რომ მოვლილი სახის კანი არის ჩემთვის ყველაზე ახლოს დგას ესთეტიკასთან. კი, ნამდვილად ასე არის. უბრალოდ საინტერესო იცი რა არის, თვითონ სიტყვა ესთეტიკა არის ბერძნული. და საინტერესო ის არის, რომ სადღაც ყველაზე აქტუალური მაინც გახდა მე-17-18 საუკუნიდან. თვითონ სიტყვა ესთეტიკა, ინახე ესთეტიკური კოსმეტოლოგია, ან ესთეტიკოსი კოსმეტოლოგი, რას ემსახურება, ხო? კოსმეტოლოგი ცალკე სიტყვაა, ესთეტიკა ცალკე სიტყვაა, მაგრამ ესთეტიკის თემა იმდენად საინტერესოა, ეს არის სილამაზის ფილოსოფია. ფილოსოფიაში არის ესეთი მეცნიერება, ხაზი, ესთეტიკა და აი მე მაგალითად ვთვლი მარტო მე კი არა, ძალიან ბევრი პროფესიონალი ესთეტიკოსი თვლის, როდესაც თავის პაციენტს ან ადამიანს უყურებს, ადამიანში უნდა ხედავდეს პიროვნებას. ნამდვილი ესთეტიკოსი. კანში უნდა ხედავდეს ისტორიას. ანუ ჩვენი კანი არის ყველა ისტორია. ადამიანის კანი, ადამიანის ისტორიის მატარებელია. და პროფესიონალი ესთეტიკოსი ამას ხედავს და გრძნობს. უყურე, ესთეტიკოსი კოსმეტოლოგის დანიშნულება არ არის ის, რომ მოვიდა პაციენტი ადამიანი, რომელსაც უნდა ან სახის გაწმენდა, ან მასაჟი, არა. ამ შემთხვევაში ყველა ესთეტიკოსი არის იმ დონეზე ცოტა ფსიქოლოგიც კი, იმიტომ რომ გარდა ვიზუალური სილამაზისა, ჩვენ შინაგან მშვენიერებაზეც მუშაობთ. როდესაც ადამიანს პრობლემა აქვს სახეზე და ჩვენ ამ პრობლემას ვუგვარებთ, ასე ვთქვათ, წარმოიდგინე, ის შინაგანათაც უკვე შეცვლილი ადამიანი უკვე განწყობილია დადებითად და მინიმალური დოზით ფსიქოლოგებიც ვართ, ამიტომ ესთეტიკოსი კოსმეტოლოგი, აი წარმოიდგინე, სილამაზე, პლუს ცოტა ჰარმონია, პლუს ცოტა მეცნიერება, ყველაფერი ეს გაერთიანებული არის ესთეტიკა. შენ მოვლილი კანი ახსენე და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 20-35 წელია ამ სფეროში ხარ. წარსულს რო გადავავლოთ თვალი, წარმოვიდგინოთ ყველა ჩვენმა მსმენელმა. რა საინტერესოა თან. როგორ გამოიყურებოდნენ ქალები 1990
და 5-90-იან წლებში თუნდაც აი კოსმეტოლოგია 80-90-იან წლებში, ნუ ეხლა ასაკიდან გამომდინარე მე მაშინ უფრო პატარა ვიყავი შედარებით, მაგრამ ვიტყვი ერთს, რომ მინდა გითხრამ შვენივრათაც გამოიყურებოდნენ. უბრალოდ მოვლის კულტურა იყო უფრო სხვანაირი ვიდრე დღეს. დღეს ფაქტიურად ამდენი პროდუქცია რაც დღეს არსებობს, ეს არ არსებობდა მაშინ. მაშინ იყო ერთეულები, მაშინ იყო რამდენიმე ცნობადი ხაზი, ეს იყო ვთქვათ საქართველოში დამზადებული თუ საბჭოთა კავშირში დამზადებული კოსმეტიკა და ფაქტიურად კიდე იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც ამზადებდნენ თვითონ. ასე ვთქვათ, სახლში მომზადებული მალამოები. მაგრამ სხვაობა ის რომ აღნიშნო რომ მაშინდელი თაობის ქალბატონები არ იყო მოვლილი, არა. მოვლილი იყო. აი კონდეთ კულტურა ამბობ. კი, მოვლის კულტურა, კი. მოვლის კულტურაში რა იგულისხმება, როდესაც ამბობ, დღეს მოვლის კულტურას ეძახიან რუტინას, თავის მოვლის რუტინას და საინტერესოა, როგორი რუტინა ქონდა 90-იან წლებში ქალს და დღეს როგორი რუტინა აქვს. რას გვთავაზობდა მაშინ? რა არის, იმდენად საინტერესოა ეს თემა, რომ ეს მოვლის რუტინა, მოდი მე რუტინას არ ვახსენებ, არ მიყვარს რატომღაც აი ამ სიტყვის ხმარება. მე მიყვარს მოვლის წესი, კულტურა. იცი რა არის, ძირითადი მოვლის კულტურა, აი მე მახსოვს, რაც ქონდათ, ეს იყო იდეალური, რომ სახეს ყოველთვის ხმარობდნენ სპეციალურ რძეს. ამ რძით ყოველთვის იწმინდავდნენ სახეს. მე მახსოვს, იმიტომ რომ გიждდებოდი ამ რიტუალს, როდესაც ვუყურებდი და მყავდა ისეთი ახლობელი, ვთქვათ, ქალბატონი, ჩემი ნათესავი და ხშირად ერთად ვისვენებდით და ერთი სული მქონდა, რომ მენახა ეს ყველაფერი დამინახა მისი მოვლის კულტურა, დილას და საღამოს და აი ამ საცხის ხმარება, წასმა, ამ სამასაჟო ხაზის მიმართულებით, ეს იყო ერთი ნეტარება, როდესაც ამას ვუყურებდი და სულ ერთი ოცნება მქონდა, როდის გავიზრდები, რომ მე იგივე გავიმეორო. მოვლის კულტურა თითქმის აიყურე ერთი და იგივეა, რო გითხრა, რომ რაღაცა იცვლება, არა, ყოველივე დღეს რაც არის, ეს არის დიდი ხნის მივიწყებული ძველი. უბრალოდ შეცვლილია ვიზუალური მხარე, უბრალოდ უფრო გამრავლებულია. ბევრი რამე არის შექმნილი პროდუქცია და ამიტომ უფრო ხანგრძლივი პროცესია ეს მოვლის კულტურა, ასე ვთქვათ. აი დღეს ახლა 21 საუკუნის ქალბატონს რო უთხრა, რომ შენი თავის მოვლა შემოიფარგლება მხოლოდ საცხის წასმით და სახეზე მასაჟის გაკეთებით, შეიძლება ცოტა ისე შემოგხედოს, რომ ინერვიულოს კაცო ამაზე. იმიტომ რომ ძალიან დიდი არჩევანია დღეს, მაგრამ მე მაინტერესებს სპეციალისტების აზრი და ზოგადად მსმენია ბევრისგანაც, შორის შენგანაც, რომ გოგონებმა დღეს თლიანად თავიანთი გარეგნობა მიანდეს სპეციალისტებს და თვითონ აი ეს კულტურა, წესი რაც არის თავის მოვლის სახლში თითქოს დაიკარგა და საინტერესო რამდენად არის დამოკიდებული ეს ყველაფერი მოდის ტენდენციებზე, ხომ არ გავხდით ყველანი მოდის მსხვერპლი, რომელიც სახლში რა ვქნათ დილას, როდესაც ვდგებით და ქალი სარკესთან დგება, რა უნდა გააკეთოს მან. ეს უფრო კარგად ხომ არ იცოდა 90-იანი წლების ქალბატონმა. სხვაობა, იცი რა არის, როგორ ესე მინდა რაღაც გამომივიდეს ისეთი წინადადება, მაგრამ ვიტყვი ერთს. მოდა და ეს ესთეტიკა, ანუ სახის მოვლის კულტურა იმდენად კავშირშია ერთმანეთთან, რომ საერთოდ ყოველთვის ხოლმე ვიცი ვხუმრობ, მოდა. ბავშვობაში იყო ესეთი მულტფილმი და ყოველთვის ვერთობოდი ამას რო უყურებდი.
ტენდენცია არის ძალიან შეცვლილი დღესდღეობით მოდასთან კავშირშია, ნამდვილად კავშირშია და ეს როგორ არის, იცი, ქარიშხალივით შემოიჭრება ან ევროპიდან, ან დასავლეთიდან, არა აქვს მნიშვნელობა, აღმოსავლეთიდან და აიტაცებენ ხელში და არის ერთი ამბავი, დღეს შეიძლება მოდაში იყოს სქელი ტუჩები, ხვალ შეიძლება იყოს წვრილი წარბები მოდაში, ზექ კიდე არ ვიცი 1000 რამ აწეული ყრიმალები და იცი როგორი თემა არის, რა თქმა უნდა მოდა და ესთეტიკა ერთმანეთთან ძალიან კავშირშია, მით უმეტეს დღეს 21 საუკუნეა და ჩვენ დამოკიდებული ვართ, ინტერნეტ დამოკიდებული ვართ, ესეთი დრო დადგა, ერთის მხრივ ეს ძალიან კარგი არის, ძალიან მივესალმები, მაგრამ მას მედლის მეორე მხარეც არსებობს ძალიან ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ სპეციალისტებს, მიანდო თუ არა სპეციალისტ შენი თავი, რა თქმა უნდა, მიანდო პროფესიონალს უნდა და ღმერთის წყალობით საქართველოში დღესდღეობით პროფესიონალები ძალიან ბევრია და ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი კარგი პროფესიონალი არ მისცემს ისეთ რჩევას, რომ რამე ზედმეტი ჩაიტაროს პაციენტმა ან იმ ახალგაზრდა გოგოებმა. იცი რა არის, ნინო, ყველაზე მეტად განვიცდი და ეს არის უდიდესი პრობლემა დღესდღეობით და ნელ-ნელა მოდის აზრზე, მე მგონი ეს თაობაც და სპეციალისტებიც, რომ ინექცია ფუფუნება არის. და ძალიან დიდი პროგრესია, როდესაც დაიწყო ინექციური კოსმეტოლოგია, მაგრამ ინექცია არ არის ანიდაბანი, მოდი ასე ვთქვათ. ჯერ არსებობს კულტურა მოვლის და შემდგომარი ინექცია. აი ეს ცოტა იყო არასწორად გათვლილი და ამიტომ მასა აწვებოდა ყველა იკეთებდა ინექციას. რაღაც მომენტში თითქოს ერთი პერიოდი, აი ესეთი რამ მოხდა, რომ დაიკარგა ეს მოვლის კულტურა. კერძოდ ეს მასაჟი იქნებოდა, წმენდა იქნებოდა, სხვადასხვა პროცედურები აბსოლუტურად, მაგრამ აი ეხლა ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ არც ესეა საქმე, ჩემო კარგო, ყველაფერს ინექცია არ წყვეტს, თუმცა მე კიდევ ვამბობ, ინექცია ფუფუნებაა და ნამდვილად საჭირო პროდუქცია არის. ეხლა ესეთი კითხვა დამებადა შენ რო გისმენდი და დარწმუნებული ვარ, რომ ვინც გვისმენს იმათაც დაებადებოდათ ესეთი კითხვა და ბევრს აინტერესებს. რომ აი ავიღოთ მაგალითისთვის 60-დან 65 წლამდე ქალბატონი, რომელსაც არასდროს ინექციები არ გაუკეთებია. არიან ესეთები, ვისაც არ გაუკეთებია, არამთუ ინექცია, საერთოდ ნამყოფიც არ არის კოსმეტოლოგთან. და გადაწყვიტა, რომ შეეჩეროს დაბერების პროცესი, რომელიც ნიშნებიც მას აქვს სახეზე. არის შესაძლებელი ინექციების გარეშე ეს ყველაფერი? იცი რა არის, როგორი თემა არის ადამიანს, როდესაც არ მოუვლია თავისი სახის განისთვის. ადამიანი, როდესაც არის ასაკში. მას რიგი პრობლემები აქვს. ვიზუალური მხრიდანაც და ვთქვათ, 1000 პრობლემა არსებობს იქ. ორგანიზმში რაღაც პრობლემები არის, ეს ყველაფერთან არის კავშირში. კი. თემა არის ესეთი, ინექცია თუ სწორი მოვლა, ვთქვათ. თუ მას არ გაუკეთეთ მოვლითი სისტემა არ ჩაუტარეთ და შემდგომ ინექცია, შედეგს ვერ მივიღებთ, ხო? ესე არის. თუ ის დაგვთანხმდა და ყველაფერი ეს ჩაიტარა, შედეგი არის, ოღონდ ის შედეგი არა, რასაც ელოდება ზოგიერთი. აი არის ახლა სხვათა შორის ამ ერთი თვის წინ ერთი ქალბატონი ბრძანდებოდა, ძალიან სასიამოვნო ქალბატონია და არ დადის, არ უვლია სპეციალისტთან არასოდეს. აი ესე შემოვლითი აქვს ხოლმე რა. და ასაკში არის საკმაოდ და მთხოვა, რომ რაღაც პროცედურები ისეთი გაგვეკეთებინა, რის ხარჯზეც მოხდებოდა, აი სახე გადამიწია, მთლიანად გადაჭიმვა.
ნუ ეს აბსურდი არის, რა თქმა უნდა, ერთადერთი რაც ასე გადაჭიმავს, ეს არის პლასტიკური ოპერაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში პლასტიკურ ოპერაციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა. რა საკის ბრძანდები? ანუ სოფი შენ გინდა გითხრა რომ ნაოჭი არ ქრება. არა, ნაოჭი არ ქრება, მეგობრებო, რომ ბავშვი იბადება ნაოჭით. უბრალოდ ასაკთან ერთად ნაოჭი ღრმავდება. უყურე, როგორ შეიძლება რომ ნაოჭი არ არსებობდეს? შეუძლებელია. უბრალოდ ასაკთან ერთად ხდება რიგი ცვლილებები, ხო? თავისთავად ამ რიგ ცვლილებებთან ერთად ხდება ნაოჭების ჩაღრმავება. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ნაოჭი გაქრეს. ნაოჭი უნდა არსებობდეს, უბრალოდ უნდა მინიმალურად დაიყვანო იმ დონემდე, რომ გესიამოვნო შენ სარკეში შენი თავის დანახვა, თორე ნაოჭი გაქრეს, ესე არ არის. კი, არ ქრება ნაოჭი, რასაც შენ ყვები და ნამდვილად მეც ამაში გეთანხმები, მაგრამ დღეს ბიუტი სფერო არის, მე მგონი მთლიანად ამაზე დგას, რომ იქ თავაზობენ სხვადასხვა. ეს ძალიან საინტერესო თემა არის, ბიუტი სფერო თავაზობს. საცხი წვრილ ნაოჭებს ამცირებს. შენ გჯერა, მე კითხვას გისვავ. მე მაინტერესებს, ვინმე საერთოდ შედეგი უნახია საცხიდან საერთოდ ნაოჭი რო გამქრალა. მე ვარ სპეციალისტი, კოსმეტოლოგი, რომელიც ვმუშაობ ამ სფეროში და მე თვითონ ვეძებ ასეთ მალამოსთ რო ქრებოდეს ნაოჭი. ნუ ნაოჭის გაქრობა შეუძლებელია ხალხო. ნუ შეამცირებს, აბათ, ნუ შეამცირებს სწორი მოვლა, რა თქმა უნდა, სწორი ცხოვრების წესი. ანუ შემცირება ეს სუსხვა თემა არის, გაქრობა საერთოდ სუსხვა რამე არის. ანუ იცი რა არის პრობლემა, რაში არის? იცი, საერთოდ არასწორი ინფორმაცია არის, არასწორად ინფორმირებული არის ყველა. რატომღაც მიაჩნიათ, რომ არ ვიცი, გადაჭიმული სახე მე მესმის ზომიერების ფარგლებში ყველაფერია საჭირო, მაგრამ რატომღაც ეხლა რატომ უნდა გამოვიყურებოდე ჩემი 60 წლის ასაკში სიტყვაზე მე სადღაც 30 წლის გოგოსავით. მე ვთვლი რომ ეს ჩემთვის არანორმალურია და ეს ადამიანია და ხასიათი ვის როგორ უნდა რა მოსწონს იმის და მიხედვით და თვითონ იცხოვრებს და ისიამოვნებს ისე როგორც მას უნდა და გაიკეთებს იმ პროცედურას სიტყვაზე, რაც მას მიაჩნია თავისთვის მიზანშეწონილი, მაგრამ ლოგიკურად ის რომ ნაოჭი გაქრეს ცოტა, რა ვიცი, არასწორია. შევთანხმდით, რომ ნაოჭი არ ქრება. არა, ვერ გაკრება. არა, არის არაჩვეულებრივი პროცედურები თავისთავად ბოტულინოტოქსინის, ეს მართლა სასწაული არის და შედევრია, ასე ვთქვათ, ინვაზიურ კოსმეტოლოგიაში, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს და რა თქმა უნდა, ნაოჭებზე ყველაზე კარგად მუშაობს ბოტულინოტოქსინი, კი ბატონო. ეს კი. ბოტოქსი ახსენე და ეხლა უნდა აუცილებლად თქვა, რომ ხშირად ისმის ხოლმე, რა ის დაბოტოქსებული. დაბოტოქსებული და ჩაბოტოქსებული. და რაღაცა ეს ნიშნავს, რომ იმ ქალს, ასე ვთქვათ, ვაბულინგებთან, ვაკნინებთ, ამიტომ დაბოტოქსებულია. არა, ისევ და ისევ მე ყოველთვის ამას ვამბობ და განმეორდები, ეს არის არასწორი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ბოტულინოტოქსინი ეს არის პრეპარატი, რომელიც მე-18 საუკუნიდან არის ფაქტიურად ცნობილი. გამოიყენება ძალიან ბევრი დაავადებების, ნევროლოგიური დაავადებების დროს. ბოტულინოტოქსინზე გვეყოლება ჩვენ ძალიან კარგი სტუმრები, რომლებიც აქტიურად ისაუბრებენ ამ თემაზე, ძალიან კარგი საინტერესო თემები გვექნება და საკითხები, განსახილველი. მაგრამ ლოგიკურად ყველაზე დიდი გამოცდილება მაინც ამდენ ინექციურ კოსმეტოლოგიაში აქვს ბოტულინოტოქსინს, სადღაც სავარაუდოდ 50 წელი.
50 წელი არსებობს ბოტული ინფექცია, ჯერ მედიცინაში იყო, შემდეგ უკვე კი, ესთეტიკურ არსებობს, ნამდვილად არსებობს. მაგრამ მოდაში როდის შემოვიდა? რამ შეუწყო ხელი? მოდაში შემოვიდა. მე ზუსტად გეტყვი შენ სადღაც სავარაუდოდ 2000 წლიდან საქართველოში გახდა აქტიური. 2001 წლიდან საქართველოში გახდა აქტიური, ნელ-ნელა და მანამდე რა თქმა უნდა საფრანგეთში. და როგორ ხდება, რომ ყველა ეს ესთეტიკური მედიცინაში ყველა პროცედურა, რომელიც ასე ვთქვათ, დაბერების შენ კი არ გიყურს, მაგრამ მე მაინც უნდა ვთქვა, რომ დაბერების საწინააღმდეგოდ მუშაობს ბრჭყალებში, რა ვთქვათ და ქალები ირჩევენ ამ პრეპარატებს თუ იგივე საცხი თუ პროცედურა ზუსტად ამ მიზნით, რომ შეაჩერონ. კი, რაღაც დოზით. დაბერება, ნიშნები, ასაკობრივი სახეზე და მოვლილად გამოიყურებოდნენ. ყველაფერს ხელი შეუწყო ნელ-ნელა მოდის ტენდენციებმა. რა თქმა უნდა. ყველაფერი ერთად ესე შემოვიდა. მათ შორის ტუჩის მოცულობის გაზრდაც. კი. ტუჩის მოცულობის გაზრდა. შენ გაგეცინება, მაგრამ ტუჩის მოცულობის გაზრდა არ არის ახალი. მე ვიცი რომ ძალიან სტატისტიკურად ძალიან ბევრი ქალბატონი იკეთებს სტატისტიკურად ძალიან ბევრი სტატისტიკურად ძალიან ბევრი ქალბატონი იკეთებს მაგრამ ტუჩის მოცულობა რაუცნაურიც არ არის ჯერ კიდევ სადღაც 60-იან წლებში იყო აქტიური და ცდილობდნენ სხვადასხვა შორის იყო შემთხვევები როდესაც ვაზელინი შეყავდათ ტუჩებში. იდიდებდნენ ამით ტუჩებს, კი? ოღონდ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს არავინ არ ცადოს. ეს უბრალოდ იყო გასულ საუკუნეში. რა თქმა უნდა, ეს გასულ საუკუნეში იყო. რა თქმა უნდა, ხდებოდა გართულებები ექნებოდა, რა თქმა უნდა, რიგი გართულებები იყო. თუნდაც მსახიობები, აი დააკვირდი 60-იანი წლების მსახიობები ძირითადად ესეთი ბუმი რომ მოახდინა იმ ტუჩებთან დაკავშირებით, ეს იყო ბრიჯიტ ბარდო, მერლინ მონრო, ანუ ეს ფუმფულა ლამაზი ტუჩები, რა თქმა უნდა, მათ არ ქონდათ ეს გაკეთებული, მაგრამ კულტურა ქონდათ ისეთი მოხატვის, რომ ეს ლამაზად ჩანდა, თუმცა ბრიჯიტ ბარდოს თანდაყოლილი ქონდა ეს ტუჩები. მაგრამ ყველაზე საინტერესო და აქტიური და ბუმი რომ მოხდა ამ ტუჩებთან დაკავშირებით, ეს არის უკვე არ ვიცი, ანჯელინა ჯოლის შემდეგ ამ ტუჩებზე ატყდა ერთი ამბავი, ანუ ფაქტიურად ეს იყო ქალი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა, ასე ვთქვათ, ტუჩების, ესეთი ფუმფულა ტუჩების შექმნასთან დაკავშირებით. უბრალოდ მე მინდა აღვნიშნო ის. ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს ის, რაც მას ადამიანს პიროვნებას მოსწონს, ანუ უყურე დღეს ტენდენციურად წამოვიდა ტერმინი ბუნებრივი სილამაზე. რას ნიშნავს ეს ბუნებრივი სილამაზე? აი, ბუნებრივი სილამაზე, მეგობრებო, მაინც ვერ გამოვა, როდესაც რაღაცას იკეთებ. ეს არ არის ბუნებრივი სილამაზე. ეს არის უბრალოდ შენი სახის, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო გალამაზება ზომიერების ფარგლებში. ეხლა, როდესაც ადამიანი იდიდებს ტუჩ უზომოთ, როდესაც ადამიანი იდიდებს ყრიმალებს უზომოთ, ეს უკვე პრობლემა არის, მაგრამ ეს მისი პრობლემაა, ის თავის თავს ხედავს ასე, მოსწონს ასე და მანდ ვერ შეედავები. ამ დროს სპეციალისტის მოვალეობაში არ შედის, რომ ურჩიოს, რომ ეს უზომოდ ლოგიკურად მე არ მგონია რომ ყველა პროფესიონალი სპეციალისტი ყოველთვის თავის პაციენტს დამერწმუნე ვერ დავიჯერებ იმას რომ არ ურჩევდეს რა მოუხდება და რა არა, მაგრამ არის ადამიანი ვისაც მოსწონს ეს და იკეთებს. არის უყოლე ესეთი ურჩი პაციენტები? ვაიმე, არა, მინდა გითხრა არა. ყველა თვინიერია. მინდა გითხრა ყველა თვინიერია. აი ამდენი წელი ამ სფეროში ვმუშაობ და ღმერთმა ამით დამაჯილდოა, ალბათ არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ ეგეთი პაციენტი არ მყოლია. არ გაგიწევია წინააღმდეგობა პაციენტისთვის, რომ აი გითქვამს, რომ არა, ყოფილა შემთხვევა, რამდენიმეჯერ იყო რაღაც შემთხვევა, როდესაც მთხოვა
გამეკეთებინა. აი მაგალითად მოვიდა ადამიანი და მთხოვა რომ გამიკეთებ პილინგი, იმიტომ რომ ვიცი ეს პილინგი არის პლასტიკური ოპერაციის ტოლფასი. ცოტა, ხო, ესეც არასწორი ინფორმაციაა. მიხვდი, როდესაც რაღაც ახალი შემოდის, ადრე იყო ყოველთვის ესე თან მოყვებოდა ტექსტი პლასტიკური ოპერაციის ტოლფასი. და ადამიანს ესმის არასწორად, ეხლა პილინგს რო უწერია, რომ პლასტიკური ოპერაციის ტოლფასია, მას მიაჩნია, რომ ეს ასეა, ქალი ვერ დავარწმუნე, რომ ეს ასე არ იყო. უბრალოდ ეწყინა რომ უთხარი უარი და გაუშვი, მაგრამ მერე რაღაც გარკვეული პერიოდის მერე მოვიდა და რო აუხსენი გაუკეთეთ, რა თქმა უნდა დავანახე, მაგრამ გავიდა პერიოდი და მეუბნება, აი შენ არ გინდოდა გაკეთება, მაგრამ ხომ ხედავ პლასტიკური ოპერაციის ტოლფასიაო. ანუ მაინც თვლი და ესეც პლაცებოს ეფექტია ალბათ მაინც რომ მოხდა სასწაული. სადღაც ეს შეიძლება ჩემი შეცდომაც იყო, რომ მე უარი არ უნდა მეთხრა თავის დროზე ეს. მაგრამ დღეს ჩვენი პაციენტია ისე დღესდღეობით ეს გალვატონი. მოდამ ახსენეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ესთეტიკურ სილამაზეში და აი ზოგადად სოციუმი, კულტურული თავისებურებები, იმიტომ რომ ხშირად გიწევს სხვადასხვა ქვეყანაში გასვლა საქმიანი ვიზიტით და იქ ბევრ ადამიანს ხვდები, ვინც შენ სფეროშია, ესთეტიკის სფეროშია და რა არის ის რამე ხომ არ არის რაშიც ჩვენ ქართველი ქალები მათ ჩამოვრჩებით და არ ვიცით ვთქვათ. არა. ან იქნებ ისინი ჩამოვრჩებიან პირდაპირ. არა. იცი რა არის? მე რამდენჯერ ვიყავი და დავდივარ ყოველთვის აღნიშნავ და ჩემები ვინც ჩემთან ერთად დადიან ყველა მიცის ეს და ხანდახან დამცინიან ახლა იგივე ფრაზა სიტყვის საქართველოში დამერწმუნე ძალიან მოვლილი ქალბატონები არიან და ძალიან ლამაზი. რა ჯობია ამას? არაფერი დამერწმუნე ეს ნამდვილად ასე არის. არამც თუ მარტო თვითონ ქალბატონები, მე გეტყვი უკეთესად თვითონ სპეციალისტებიც ჩვენი, ვინც მე მინახია ყოველთვის ჩვენთან ერთად და მე ყოველთვის ვაკვირდები დელეგაციაზე. ყოველთვის განსხვავებულები არიან ჩვენი სპეციალისტები. ამას გეუბნები დარწმუნებით ნამდვილად, რომ და ძალიან მიხარია ეს. ძალიან. საერთოდ ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა პაციენტი და კლიენტი, რაც გინდა ის დაარქვი, საერთოდ ემსგავსება თავის სპეციალისტს. ანუ ახლა მე შენ გკავა. უყურე, თემა არის ის, რომ რისი მომხმარებელიც არის თვითონ სპეციალისტი. ყოველთვის ცდილობს გაუწიოს ის ანგარიში თავის პაციენტს, ანუ ზედმეტი საერთოდ არ შეიძლება არავისთვის. ანუ ზღვარი არსებობს. ზღვარს იქით უკვე არავინ არ იცის რა იქნება. ზღვარს იქით გადადგმა ნაბიჯის ესთეტიკაში მიუღებელია. იმიტომაც ქვია ამ პროფესიას ესთეტიკა. უშეცდომო არავინ არ არის. ყველა რაღაცას გავდივართ, ვეძებთ და შეიძლება ხანდახან გადავაბიჭებთ ამ ზღვარს და ყოველ შემთხვევაში ეს შეცდომა დავინახეთ. მაგრამ, როდესაც ხარ პროფესიონალი, როდესაც ემსახურები ადამიანის სახეს და სახე მერწმუნე, ეს ის ნაწილია, როდესაც მე და შენ საუბრობთ და ერთმანეთს ვუყურებთ. ანუ ერთმანეთს ვაკვირდებით და სახით იწყებ გაცნობას, ურთიერთობას, დანარჩენი მერე უკვე. და ის ზღვარი, ბალანსი არ უნდა დაირღვეს. იმიტომაც ქვია ესთეტიკოსი, კოსმეტოლოგი. აი ეს ზღვარი, სიტყვა ზღვარი, ალბათ მე მაგალითად დიდ პლაკატს გავაკეთებდი და დავაწერდი ზღვარი. არაფერი ზედმეტი. არაფერი ზედმეტი ეს სიტყვებია. რომლის დაცვა მაინც რთულია. ხო, ეს არაფერი ზედმეტი ჩემ კლინიკაში, მაგალითად ჩემთან სამსახურში, ნინოს ჩვენ კლინიკის ხელმძღვანელს უყვარს ეს ფრაზა. და გამიკეთა იქ ნახატი და დამიწერა არაფერი ზედმეტი.
ყველა გიждდება აი ამ ფრაზაზე და ხანდახან აი თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ მე დავწმუნდი, რომ ეს არის გენიალური ფრაზა. არაფერი ზედმეტი. და მივაწერდი ალბათ ზღვარი. ჩვენ ამ თემას შემდეგ ეპიზოდში კიდევ უფრო კი, აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თემებია. კი. მაინც გონია რომ ვინც გვიყურებს და გვისმენს, აი აინტერესებთ რაღაცა პატარა მოკლე ესე ვთქვათ რეცეპტივით რჩევები, რომ როგორ რა წესი უნდა დაიცვას ქალმა იმისთვის, არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ქალმა, მგონია მარტო ქალმა, მამაკაცებმაც აუცილებლად მოვლილად წესრიგში კონდეთ კანი, სახის კანი პირველი სკოლისა და იმიტომ რომ ეს ყველაზე ერთი მნიშვნელოვანი მე შემიძლია დილამდე ვისაუბრო. კანთან დაკავშირებით, როდესაც კანთან დაკავშირებით მეკითხებიან და კანზე ვიწყებ საუბარს, მე ვიჭრები როლში. პირველ რიგში ყველა ქალბატონს და ყველა მანდილოსანს არა აქვს მნიშვნელობა, თუნდაც მამაკაცი. კანი არის ორგანო, რომელიც გვემსახურება ჩვენ. აი როგორ გვემსახურება, იცი, თავ დაუზოგავად, მთელი გულით და სულით და სიყვარულით. ნახე, დავიბადეთ ჩვენ კანთან ერთად. აი ესე უყურე, გავიზარდეთ, მოვედით რაღაც ასაკამდე, ჩვენთან ერთად იზრდება და ბერდება და აი ესე ნელ-ნელა ქრებით ერთად. კანს გააჩნია უნიკალური თვისება, ნინა, აი მაჟრიალებს, როდესაც კანთან აი მაგ რაღაც საუბარი კანის შესახებ. მას შეუძლია სიყვარული. მას აქვს ყნოსვის უნარი. ხედავს, გრძნობს, განიცდის. ბოლოს და ბოლოს გიცავს ყველაფრისგან. და ვინ არის ეს კანი ერთი ტანსაცმელი, რომელიც გვაცვია ჩვენ და არ ვიცი, ხან ვუვლით, ხან არ ვუვლით. პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ ჩვენი თავის სიყვარული. ჩვენი თავის და ძალიან რთულია და პატივი უნდა ვცეთ ჩვენ კანს. და კანს დამიჯერეთ ბევრი არაფერი არ უნდა. დანარჩენი არის ბიუთი სფეროს ანუ ესეთი სამყარო, სადაც კანს უქმნი იმ ფეირვერკს, რასაც შენ ხოლმე შენ თავს უქმნი, როდესაც კარგს სამოსიცვამ, ანუ ან ფეხსაცმელს ყიდულობ, ხო სიამოვნებს, კანსაც სიამოვნებს ისეთი მოვლა და მოვლის კულტურა, რომელსაც შენ კანს მისცემ. იცი რა არის? ალბათ ჩვენ შეცდომას იცისად ჩავდივართ არასწორად ვიქცევით ალბათ ბავშვებთან ურთიერთობაში. ჩვენ თავიდანვე უნდა ვასწავლოთ კანის მიმართ პატივისცემა იმ პატარებსაც, იმიტომ რომ ხშირად მეკითხებიან, როდიდან იწყება კანის მოვლა, როდიდან არის საჭირო. აი იმ მომენტიდან, რა მომენტშიც იბადება ადამიანი. რა მომენტშიც ბავშვი იბადება, აი მომენტიდან უკვე კანის მოვლა საჭირო. ეს იმას არ ნიშნავს იქ, რომ რაღაც ძვირიანი საცხი უნდა იხმარო, არა. უბრალოდ ის ელემენტარული მოვლა, რაც ბავშვისგან სჭირდება, აი იქიდან როდესაც ასწავლი იმ ბავშვს. ის უკვე ხვდება, რომ ესეა საჭირო. განა აქ ძვირიან საცხებზეა საუბარი, ან რაღაც მოვლის კულტურაზე ისეც არა. ის რომ კანის სუფთა უნდა იყოს, განა ამას სწავლა უნდა. მოდი აქ დავასრულოთ ჩვენი პირველი ეპიზოდი პოდკასტის. შემდეგ ეპიზოდში გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი. კი, საინტერესო, ნამდვილად საინტერესო პიროვნება არის. კი. და ჩვენს მსმენელს და მაყურებელს მივმართავ. მადლობას გადავუხდი იმისთვის, რომ ამდენი ხანი ჩვენთან ერთად იყვნენ. თუ მოგეწონათ ჩვენი პირველი პოდკასტი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაგველოდეთ, მალე შემოგთავაზებთ მეორე ეპიზოდს.